ვინც არიცით ნავალ რავიკანტი განხლავთ ამერიკელი ანტრეპრენერი და მოაზროვნე წარმოშობით ინდოელი დამფუძნებელი რამდენიმე ცნობილი კომპანიის Hit4G-s და AngelList-ის ადრეული ეტაპის ინვესტორი Twitter-ში, ახლანდელ X-ში და Uber-ში. 2018 წელს Silicon Valley-ში დასახელდა წლის ანგელოზ ინვესტორად და ზოგადად Silicon Valley-ში გავლენიანი პიროვნებაა, ან უფრო იყო, სანამ ცოტა რაღაცა პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ დაფიქსირებას დაიწყებდა, რაშიც ნემარცხენე ლიბერალების გულისხმობა დაიმსახურა და მოგეხსენებათ Silicon Valley ლიბერალებს უჭირავთ. მაგრამ მოდით პოლიტიკა იქეთ იყოს, დღევანდელი პოდკასტის ეპიზოდის მოკლე ეპიზოდი იქნება შედარებით მიზანი არის ის, რომ ნავალმა რამდენიმე წლის წინ, ალბათ 5 წლის წინ, Twitter-ზე გამოაქვეყნა ტვიტების კასკადი, სადაც ის შეეხო ესეთ თემას, როგორ დავაგროვოთ დოვლათი, როგორ გავმდიდრდეთ გამართლების გარეშე. და მისი მიზანი იყო, რაღაც ისეთი საერთო პრინციპები გამოესახა დოვლათის დაგროვების, რომლებიც გაუხუნარია და მუდმივია ნებისმიერ დროში. და 39 პუნქტი გამოვიდა ჯამში, ჩვენ ამ 39-ვე პუნქტს გაგაცნობთ, მოკლე ისეთი თეზისებია, ფრაზებია და ეს ტვიტების კასკადი მაშინ ძალიან პოპულარული გახდა ინტერნეტში, მთელი ინტერნეტ სივრცე მოიცვა და ვფიქრობ, მართლაც ძალიან მაგარი პრინციპები აქვს გადმოცემული, გაუხუნარ პრინციპებს ასაც ეძახიან მარადმწვანე თემები და განსაკუთრებით ახალგაზრდა პროფესიონალებს, ახალგაზრდებს გამოვადგებათ, თქვენ უხსმით გონების სამქროს პოდკასტს, ჩემი სახელია ომარ ნოეწერეთელი და აქ ცნობილი და წარმატებული და ჭკვიანი ხალხის ბიოგრაფიებს, ავტობიოგრაფიებს და მაგ მოსაზრებებს გაგაცნობთ ხოლმე. მე უფრო მედიუმი ვარ აზრების გადმოცემის, ჩემს აზრებს ნაკლებად ვაფიქსირებ, რადგან ვფიქრობ, ჭკუის დამრგებლები ინტერნეტ სივრცეს არაკლია, მე უფრო ვცდილობ ესეთი შიშველის სახით სხვა რასაც ამბობს, ისეთი ხალხი, რომელიც ჩემს ახლოვანობას იწვევს, ის მოგაწოდოთ და დანარჩენი დასკვნები თავად გავაკეთოთ მომხმარებელ მსმენელებმა და მეც. მოკლედ დავიწყოთ. თავაზობთ ქართულ ვერსიას, მისი წიგნიც გამოვიდა ქართულად რამდენიმე ხნის წინ, მას შესახებ დაწერილი წიგნი და იქედან არის ეს ფრაზები. მაშინ ესე იგი 39 პუნქტია. პუნქტი პირველი. ისწრაფვე დოვლათის და არა ფულის ან სტატუსის მოპოვებისკენ. დოვლათი ისეთი აქტივების ფლობას გულისხმობს, რომლითაც შემოსავალს გამოიმუშავებ მაშინაც კი, როცა გძინავს. ფული არის დროისა და ქონების გაცვლის საშუალება. სტატუსი კი შენი ადგილი სოციალურ იერარქიაში. მეორე. გააცნობიერე, რომ დოვლათის ეთიკური გზებით დაგროვება შესაძლებელია, თუ გულის სიღრმეში სიმდიდრე გძულს, ის ხელიდან დაგისხლდება. მესამე. ყურადღებას ნუ მიაქცევ სტატუსით მოთამაშეებს. ისინი სტატუსის მოპოვებას დოვლათის შემქმნელებზე თავდასხმით ცდილობენ. მეოთხე. ვერ გამდიდრდები თუ შენს დროს დამქირავებელს მოახმარ. ფინანსური დამოუკიდებლობა რომ მოიპოვო, საჭიროა ფლობდე კაპიტალს, ანუ ბიზნესს. მეხუთე. რომ გამდიდრდე, საზოგადოებას უნდა მისცე ის, რაც სურს, თუმცა ჯერ არ იცის როგორ მიიღოს, მასშტაბურად და ეკონომიურად. მეექვსე. შეარჩიე სათანადო სფერო გრძელვადიანი თამაშისთვის იმ ადამიანებთან ერთად, რომლებთანაც გრძელვადიანი ურთიერთობა გექნება. მეშვიდე. ინტერნეტმა წარმოუდგენლად გააფართოვა კარიერული შესაძლებლობები. ბევრს ჯერ ეს არ გაუაზრებია. მერვე. აკეთე ის, რის კეთდებასაც არა ერთხელ, არამედ მრავალგზის შეძლებ. ყველანაირი უკუგება, იქნება ეს დოვლათის შექმნა, ურთიერთობების ჩამოყალიბება თუ ცოდნის დაგროვება, რთული პროცენტის პრინციპით მიიღება. მეცხრე. საქმიანი პარტნიორების შერჩევისას არჩევანი გააკეთე მაღალი ინტელექტის მქონე, ენერგიულ და რაც მთავარია, პატიოსან ადამიანებზე. მეათე. ნუ დაიჭერ საქმეს ცინიკოსებთან და პესიმისტებთან. მათი შეხედულებები მატერიალიზდება. მეთერთმეტე. ისწავლე როგორ გაყიდო, ისწავლე როგორ შექმნა. თუ ორივეს გაკეთებას შეძლებ, ვერაფერი შეგაჩერებს. მეთორმეტე.
შეიარაღდი სპეციფიკური ცოდნით, პასუხისმგებლობებითა და გავლენის ბერკეტებით. მე-13. სპეციფიკური ცოდნა გულისხმობს ცოდნას, რომელიც არ ისწავლება. თუ საზოგადოებას შეუძლია შენ გასწავლოს, ასწავლის სხვასაც, რომელიც შემდგომ შენ ჩაგანაცვლებს. მე-14. სპეციფიკური ცოდნას აგროვებ მაშინ, როცა მიყვები შენს ჭეშმარიტ ცნობისმოყვარეობასა და მისწრაფებას და არა იმას, რაც მოდურია მოცემულ მომენტში. მე-15. სპეციფიკური ცოდნის მიღება შენთვის თამაშივით იქნება, სხვების თვალში კი შრომას ემგვანება. მე-16. ასეთი სპეციფიკური ცოდნის სხვისთვის გადაცემა არა სასწავლო აუდიტორიებში, არამედ მხოლოდ შეგირდობით თუ არის შესაძლებელი. მე-17. ხშირად სპეციფიკური ცოდნა ძალზე ტექნიკური ან შემოქმედებითია, მისი სხვაზე დელეგირება ან ავტომატიზება შეუძლებელია. მე-18. ანგარიშ ვალდებულება მოცემულებად მიიღე და ბიზნეს რისკები საკუთარ თავზე აიღე. ეს საზოგადოების თვალში მნიშვნელოვნად გაზრდის შენს როლს. ამასთან კაპიტალსა და გავლენის ბერკეტებს შეგძენს. მე-19. მომეცით საკმარისად გრძელი ბერკეტი, საყრდენი წერტილი და მე დავძრავ დედამიწას. არქიმედეს აქვს ნათქვამი. მე-20. გამდიდრებისთვის საჭიროა გავლენის ბერკეტები. ბიზნესში ასეთი ბერკეტია კაპიტალი, ადამიანები და ისეთი პროდუქტები, რომელთა გამრავლება დამატებით დანახარჯს არ მოითხოვს, მაგალითად, პროგრამული კოდი და მედია. 21. კაპიტალი ფულს ნიშნავს. მეტი კაპიტალი რომ მოიზოდო, სპეციფიკური ცოდნის, პასუხისმგებლობისა და გონივრული ანალიზის უნარის გამოყენება დაგჭირდება. 22. ადამიანური რესურსი გულისხმობს ადამიანებს, რომლებიც შენთვის მუშაობენ. მათზე გავლენის მოხდენა ის ბერკეტია, რომლის მოსაპოვებლადაც უძველესი დროიდან ყველაზე მეტს იბრძვიან. ამ ბერკეტით შენს მშობლებს კი მოხიბლავ, მაგრამ მის მოპოვებას სიცოცხლესაც ნუშიალებ. 23. კაპიტალი და ადამიანური რესურსები გავლენის ის ფორმაა, რომლის მოპოვებასაც სხვების თანხმობა სჭირდება. 24. კოდი და კონტენტი კი უპირატესობაა, რომელსაც სხვისი თანხმობა არ სჭირდება. დღეს ეს უპირატესობა აქვთ ახალგამდიდრებულთ. საუბარი ახალგამდიდრებულებში, ჩემი კომენტარი უკვე ახალგამდიდრებულებში იგულისხმება ინფლუენსერები. შეგიძლია შექმნათ პროგრამული უზრუნველყოფა ან ინტერნეტ კონტენტი, რომელიც მაშინაც შენზე მუშაობს, როცა გძინავს. 25. რობოტების არმია ხელმისაწვდომი და უფასოა, ისინი მონაცემთა ცენტრებში თრორეგულაციისა და ტევადობის ოპტიმიზაციის მიზნით ინახება, გამოიყენე. 26. თუ კოდირება არ შეგიძლია, დაწერე წიგნები, ბლოგები, ჩაწერე ვიდეოები და პოდკასტები. 27. შენს ხელთ არსებული გავლენის ბერკეტები შენს გადაწყვეტილებებს ძალას ანიჭებს. 28. გადაწყვეტილებების მიღებას გამოცდილება სჭირდება, მაგრამ მისი უფრო სწრაფად განვითარება შესაძლებელია საბაზისო უნარჩვევების გამომუშავებით. არ არსებობს უნარჩვევა სახელად ბიზნესი. თავის შორს გეჭიროს ბიზნეს ჟურნალებისგან და ბიზნეს გაკვეთილებისგან. 29. შეისწავლე მიკროეკონომიკა, თამაშის თეორია, ფსიქოლოგია, დარწმუნების ხელოვნება, ეთიკა, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება. 31. კითხვა უფრო სწრაფია, ვიდრე მოსმენა, კეთება უფრო სწრაფია, ვიდრე ყურება. 32. დრო იმდენად ეფექტურად უნდა გადაანაწილოთ, რომ არ დაგრჩეთ ის ფინჯან ყავაზე არაფრის მომცემ საუბრებში გასაფლანგად. თუმცა ამავდროულად კალენდარი ორგანიზებული და ნაკლებ გადატვირთულიც უნდა გქონდეთ. 33. განსაზღვრე სასურველი საათობრივი ანაზღაურება და ის რეალობად აქციე. თუ პრობლემის გადაჭრა იმაზე ნაკლებ თანხას დაგიზოგავს, ვიდრე საათში იღებდი, ძალისხმევად არ ღირს. თუ დელეგირება შენს საათობრივ ანაზღაურებაზე ნაკლები დაგიჯდება, ასეთი საქმე სხვას მიანდე. 34. მუშაობისას ძალღონი არ დაიშურო. მერე რა რო ის უფრო მნიშვნელოვანია ვისთან ერთად და რაზე მუშაობ, ვიდრე ის თუ რამდენად ბევრს შრომობ. 35. გახდი შენს საქმეში
მსოფლიოში საუკეთესო. მანამდე არ მოეშვა, სანამ არ იპოვის საქმეს, რომელშიც საუკეთესო იქნები. 36. სწრაფად გამდიდრების სქემები არ არსებობს, ამ დროს მხოლოდ ვიღაც მდიდრდება შენი მეშვეობით. 37. სპეციფიკურ ცოდნას შენს ხელთ არსებული ბერკეტები დაუმატე და ადრე თუ გვიან მიაღწევ იმას, რასაც იმსახურებ. 38. როცა ბოლოს გამდიდრდები, მიხვდები, რომ ეს სულაც არ ყოფილა ის, რისკენაც ისწრაფოდი, თუმცა ამაზე სხვა დროს. 39 და ბოლო. აქციე შენი თავი პროდუქტად. ეს იყო ნავალის პრინციპები, როგორ გამდიდრდე იღბლის გარეშე. ვფიქრობ ძალიან საინტერესოა. შეხვედრამდე.